დღევანდელმა ხელისუფლებამ ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადა დაიტოვა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი და პირიქით ბევრად უფრო გააუარესა ის თუ უწინ 13 წევრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის 7 იყო ნაციონალური მოძრაობის და 6 იყო ოპოზიციის დღეს 13-დან 12 წევრი არის ხელისუფლების შემდეგ სიები თქვენ იცით რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით იყო მთელი აუზაური და ორომტრიალი და პირადად ბიძინა ივანიშვილმა რომელიც მაშინ ხელმძღვანელობდა ქართულ ოცნებას და იყო მისი ლიდერი განაცხადა რომ ის მზად არის საკუთარი ჯიბიდან გაეგოს ფული იმისთვის რომ ბიომეტრიული პასპორტები იქნეს გაცემული აღმოჩნდა რომ დღეს არც ეს ფულია და რაც ყველაზე მთავარია ხელისუფლებას არ აქვს არავით არის სურვილი გააუმჯობესოს სიები და ასევე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ის თელი ტალღა უსინდისო პირდაპირ შემიძლია გითხრათ შავი პიარისა რომელიც წარიმართა ახალი მემარჯვენეების წინააღმდეგ რომ თითქოს მათ გაბერეს სიები და თითქოს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთა შეასრულეს დღეს მე სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია გითხრათ რომ სიები კიდევ უფრო მეტია რაოდენობრივად ვიდრე ეს იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და მე ახლა მინდა დავუსვა ხელისუფლებას ეს კითხვა ვინ არის დღეს პასუხისმგებელი იმაზე რომ თურმე საქართველოში აი ამდენი მილიონი ამორჩეველია ხო მაშინ მთელი რიტორიკა მიმართული იყო იქითკენ რომ ნახევარი მოსახლეობა გასულია საიდან ამდენი ადამიანის სიაში დღეს ვინ არის პასუხისმგებელი ხალბატონი წულუკიანია პასუხისმგებელი თუ ხელისუფლების მთავარი პირი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი რომ ასეთი უსაშველო დიდი რაოდენობის სიები მივიღეთ პრაქტიკულად უფრო გაზრდილი სადღაც 184,000 და თუ დეტალებში გაინტერესებთ შეგიძლიათ მამუკა კაციტაძეს მიმართოთ რატომ მოხდა რომ 200,000-ით მეტი ამორჩეველი არის დღეს სიაში ვიდრე ეს იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ და რაც ყველაზე მთავარია მედია გარემო და გაშუქება თქვენ იცით რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსი პრაქტიკულად დააწყო ისე როგორც თვითონ ჭირდებოდა მან ჯერ გამოკვეთა ის სუბიექტები ვისთვისაც უნდოდა რომ უფასო სარეკლამო დრო ყოფილიყო ხელმისაწვდომი და შემდეგ ამას მოარგო კანონი და დღეს ჩვენი განმდებობის თანახმად უფასო სარეკლამო დროით სარგებლობენ ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება და ნინო გურჯანაძის ერთიანი ოპოზიცია. სხვა სუბიექტებს უფასო სარეკლამო დრო არ აქვს და პლუს ამას ემატება ის, რომ მიზანმიმართულად ქართულ ტელევიზიებში თვითონ ხელისუფლების და ოპოზიციის სურვილით ჟურნალისტები ყოველ შემთხვევაში ასე გვეუბნებიან, რომ არ ჯიდებიან თქვენთან დებატებში სხდებიან მხოლოდ ხელისუფლების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. აქაც საშუალება იმისა, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ, არ გვაქვს რეკლამა, დებატებში მაინც გამოკვეთოთ ჩვენი პოზიციები, ამის საშუალებასაც არ იძლევა მმართველი პარტია. ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ კოჰაბიტაციის პროცესი არათუ არ დასრულებულა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორც პირდებოდა ამას მმართველი პარტია, არამედ კოჰაბიტაციის პროცესი უკვე შევიდა უფრო მეტ სიღრმეებში, გადაიზარდა ბევრად მეტ გადაჯაჭვულობაში და დღეს მმართველი პარტია და ნაციონალური მოძრაობა, რომლებაც გვერდით გამოიყენეს ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, შესანიშნავად ინაწილებენ როლებს ხელისუფლების, ოპოზიციის და ქვეყანაში გრძელდება ისეთი ტრადიცია, რაც წლების განმავლობაში იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა ამ ინფორმაციებს ვაწვდით და მივაწვდით კიდევ მონიტორებს, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, დღესაც გვაქვს ჩვენ შეხვედრა ინდიაის მონიტორებთან და მივაწვდით სრული ინფორმაციას რა ხდება მედია გარემოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება თითქოს არარსებულ წნეხს და თითქოს ჩვენ უკვე აღარავინ გვისმენს, თავისუფლად მაინც დავდივართ, მოსმენები აღარ არის, ადამიანებს არავინ არ უკრძალავს იმას, რომ იყო სახელმწიფო სამსახურშიც და თქვათ ოპოზიციურ პარტიაშიც იყვნენ და იყარონ კენჭი. ეს მითიც მინდა გითხრათ, რომ დასრულებულია. ყველა ის ადამიანი, რომლებიც ჩვენი მხრიდან იყვნენ სახელმწიფო სამსახურში, ამა თუ იმ მიზეზი ძალიან მშვიდად, ტკბილად და წყნარად დაგვემშვიდობენ და გითხრეს, რომ ჩვენ რაღაც ვერ ვახერხებთ მონაწილეობას არჩევნებში. ჩვენი წარმომადგენლები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ხარაგაულში მხარს უჭერენ ჩვენი არასაპარლამენტო ოპოზიციის გამგებობის კანდიდატს ბატონ როი ხიჯაკაძეს ვარძიის, სოფელ ვარძიის ტერიტორიული ორგანოდან გაანთავისუფლეს მისი მხარდამჭერები, ამ ტერიტორიული ორგანოს წუნებული, მისი მოადგილე, მისი თანაშემწე და სამივეგან ჩაანაცვლეს თავიანთი ხალხი. თავიანთი სანათესავო ეს გააკეთა ხარაგაულის ამჟამინდელმა გამგებელმა და
მომავალში ალბათ მისმა მომავალმა გამგებელმა ყოველ შემთხვევაში დღეს ის დეპუტატობის კანდიდატი ის არის მერე გამგებლობის კანდიდატი ბატონმა კობალ ოსმანაშვილმა. ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ქარელში, სადაც ეკატერინე გაჩიჩილაძე ჩვენი მომხრე, რომელსაც უნდოდა რომ ენჭიებარა, გაათავისუფლეს კეთილმოწყობის სამსახურიდან. მიზეზი ის რომ თურმე მაინც და მაინც აპრილის თვეში და მაისის 14 რიცხვში გაახსენდა მათ უშუალო ხელმძღვანელებს, რომ ისინი მოვალეობას ვერ ასრულებენ. მაშინ რომ ძალიან ხნის განმავლობაში არც ერთი შენიშვნა არ მიუღიათ, არც ერთი საყვედური არ მიუღიათ. აი ეხლა ეუბნებიან, რომ თქვენ ვერ ასრულებთ თქვენს მოვალეობას და მინდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის პირობებში ზუსტად ასე ხდებოდა ხალხის დათხოვნა. არც ნაციონალური მოძრაობა ეუბნებოდა პირდაპირ, რომ თქვენ რო ხელისუფლებთ, თქვენ ოპოზიციასთან ხართ ახლოს, ამიტომ გითხოვთ. მიზეზი იგივეა, სიტუაცია არ შეცვლილა და იგივე წნეხი და იგივე ზეწოლა არაფერს ვამბობ მოსმენებზე, როდესაც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს განცდა, კი არა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ჩვენგანს უსმენენ. ეს არის მოკლე მონახაზი საარჩევნო გარემოში. სწორედ ასეთ სიტუაციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენმა ამორჩეველმა მართლაც რეალურ ოპოზიციას და მართლაც რაღაცნაირად მოვახდინოთ აი ამ კოჰაბიტაციის პროცესის დასასრული და მართლაც მოვახდინოთ იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ დიდი მოლოდინი იყო, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამას მოახერხებდა ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ იგივე წელზე ტრიალებთ და იგივე სიტუაციას დავუკვირდით. დღეს კახიშვილმა გააკეთა ეს განცხადება, რომ ქართული ოცნება და ბიზნესმენებს იმ გუშინ ეწოდება უკდავებს იმ პარტიების დაფინანსებას, რომლებიც პოლიტიკას გარეთზე არიან. არის რაიმე რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ბიზნეს არ მიუღია არანაირი მესიჯი ხელისუფლებისგან, რომ ისინი არ დაისჯებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ვიცოდით რა, რომ არც ერთი ბიზნეს სტრუქტურა არ გადმოურიცხავდა ოპოზიციას თანხას, მაინც გავაგზავნეთ 200 წერილი. მინდა გითხრათ, რომ ამ 200 წერილიდან ერთადერთი მაგთისგან მივიღეთ პასუხი, უარი რა თქმა უნდა, ოღონდ დასაბუთებული უარი იმით, რომ თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ მაგთის მიერ გადარიცხული თანხები, ჩვენ არასოდეს არავისთვის არ გადაგვირიცხავს, მათ შორის არც ნაციონალური მოძრაობის ზეობის პერიოდში არ გადაგვირიცხავს მაგთის თანხა. დანარჩენი ბიზნესმენებისგან არანაირი პასუხი არ არის. თუ ვინმე დამარწმუნებს იმას, რომ ბიზნესმენებს არ აქვს სურვილი პოლიტიკის დაფინანსების, მაშინ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ თურმე საქართველოს ძალიან სერიოზულად ჩამორჩებით ევროპას და ევროპულ სახელმწიფოებს, სადაც სწორედ ბიზნესი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს. რა თქმა უნდა, აქ ორი აზრი არ არის, რომ ბიზნესმენები უბრალოდ თავს ზედმეტად არ იგდებენ საფრთხეში და ისინი არც ერთ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან დარწმუნებული არ არიან, რომ ამის გამო მათ არ მოხდებათ არაფერი სერიოზული ხიფათი არ შეგვიხვევათ, არ გადაურიცხავენ, ფაქტის სახეზეა, მე ბატონ კახას აბსოლუტურად ვეთანხმები და ასევე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1.8 მილიონ მეტი თანხა სწორედ ბიზნესმენებმა ჩაურიცხეს კვლავ ქართულ ოცნებას. ანუ მილიარდერი ლიდერის პირობებში მილიარდების მქონე პოლიტიკური ძალა ისე ვიღებს მილიარდებს და მილიონებს ბიზნესისგან. ამ თვალსაზრისითაც აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა და მინდა გითხრათ, რომ პირიქით, აი სარეკლამო დროის რომ მიუბრუნდეთ, 12 მილიონი ხო აქვთ უფასო სარეკლამო დროისთვის. პლუს კიდე დაიმატეს 600.000 თითოეულმა აი ამ სუბიექტმა, რომლებიც სარგებლობენ უფასო სარეკლამო დროით, ბიუჯეტიდან კიდევ 600.000, იმიტომ რომ არ ეყოლის 12 მილიონები და სხვა ყველა პოლიტიკური ძალა დატოვეს უფასო სარეკლამო დროის გარეშე. ქალბატონი ბურჯანაძე, რომელიც ამას აპროტესტებდა, დღეს ხმას არ იღებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის მონაწილეობს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სიით და ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას აქვს, რა თქმა უნდა, ეს უფასო სარეკლამო დრო. ამიტომ თუ გუშინ ეს პრობლემა იყო ზოგადად ოპოზიციური სპექტრისთვის, დღესაც უნდა იყოს ეს პრობლემა ოპოზიციური სპექტრისთვის და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იბრძოლოს და უნდა მიაღწიოს იმას, რომ ეს სიმახინჯე შეიცვალოს ქვეყანაში.